მოგესალმებით, საღმომშვიდობის დღეს დილიდან მინდოდა გადაღება, მაგრამ მოკლედ ჩემი დასვენების დღეები, როგორც წესი, არ არის ხოლმე დასვენების დღეები. და ამიტომ დილიდან საქმეები, ეხლა მოგიყვებით თანმიმდევრობით ყველაფერს. რა გინდა დობი? ხო გაჭამე? არის საჭმელი ჭამე? რაღაცა განსხვავებული უნდა, ახლა ბოდიში არ მაქვს. სამსახურში რო წავალ, მე იქნებ რაღაცა წამოვიღო იქიდან ამისთვის. ნარჩენები. ხო, გუშინ თმა შევიღებე. მაინც ძალიან დაღლილი ვიყავი, მეცინებოდა, მაგრამ მეთქი ჯობია ეხლა გავაკეთო, თორე გადადებული საქმე ეშმაკის არისო და ამიტომ გავაკეთე. დღეს ჩემმა მეზობელმა დილიდან დამირეკა, არა, ჯერ მე დაურეკე. იმიტომ რომ სიგარეტი მინდა. მოკლედ მეთქი ერთი ორი ღერი თუ ექნება დღეს სანამ ჩავიდოდი მაღაზიაში, იმიტომ რომ ამ მაღაზიაში ხო აღარ ჩავდივარ და ქუჩის ბოლოში არა ერთი მაღაზია და მეთქი იქით გავალთო და სანამ იქ გავალ მეთქი, აღარ მქონდა. ჯერ ვერ დავანებე, ხმაც იმიტომ მაქვს ესეთი, მოლოდინი მაქვს, რომ ამასაც მალე შევეშვები. ისე ვატყობ, იმიტომ რომ სამსახურში სად არის მაგის დრო, გამოდის თელ დღის მანძილზე დაახლოებით 8 ალბათ 7-8 ალბათ ესე რა, ანუ გამოდის რომ დღის მანძილზე, ანუ ფაქტიურად შემიძლია რა უკვე უფრო შევამცირო. ხო, ძალიან მინდა რა თქმა უნდა ის notification-ები მოდის და მოდის. ხო და ეხლა უნდა მოგიყვეთ, ხო, მე ეთყობა ეძინა. აღარ გამიგრძელებია რეკვა და მე თვითონ დამირეკა. ხო და საჩუქრებიც მომცა, რა თქმა უნდა, ეხლა ეს ტანის 70-ს, ეხლა არ ვიცი რამდენად გამოჩნდება, მგონი არ გამოჩნდება. ცოტათი მაინც ხო გამოჩნდება. ეს ჯინსები, მოკლედ ზუსტად ჩემტანზეა შეკერილი ეს უკვე. და კიდე რაღაცა მაისურები, მოკლედ ძალიან მიხარია მე ხო იცით ესეთი რაღაცები, იმიტომ რომ ეს ხდება რომ ჩემთვის ავით ბოლო იმაში ვიცი ხოლმე ფიქრი. ხო, ეხლა გაჩვენებთ იმ ჩანთას, რომელიც მაჩუქა. რა გავუკეთე იმის მაგივრად, რა ქვია, ყური რა. ეს ფურნიტურა ქონდა ძალიან სუსტი ყურს და ეს რა ქვია იმას შესაკრავებივით რო ხო იცით ის ძალიან სუსტი იყო და გატყდა. და მეორეც ესე მოუჭირე, რასაც ვქედა ისიც დაიფშხნა რა და გამოვცვალე და გავუკეთე ესეთი ჯაჭვი და მე მგონი უფრო მოუხდა, იცით? აი ესეთი ჩანთა. ესეთი ჩანთა ეხლა გახსნილია და იმიტომ გამოიყურება ესე. ესეთი ჩანთაა და ეს ჯაჭვი გავუკეთე. მე ვიცი, შვენიერია ჩემი აზრით, ძალიან კაი გამოვიდა. რას არ მოვიფიქრებ, ხო? ხო, მოკლედ ეს ჩანთასაც შეეხება. ხო. ტანის სამოსები, უკვე მოვასწავლე ზოგიერთი რაღაცა გავრეცხე, ერთი ძალიან მომეწონა, უნდა გაჩვენოთ ისე, როგორ მოვისვენებ. ესე იგი. რაც ყველაზე ძალიან მომეწონა, გავფიქინო, გაგჭირდე. რაც ყველაზე ძალიან მომეწონა, ეს არის ნახეთ. ვებხვი. თან მე ხო ვებხვის წელში ვარ დაბადებული და ანუ თან ძალიან ლამაზია ტანზე, ჯინსებზე იქნება ძალიან კარგი და მოკლედ გამიხარდა რა. ხო, აქაც ხმყავს ერთი ვებხვი აქ გულზე. ნაკარგია ვებხვის. ეს სამსახურისთვის რო ვიყიდე, პრინციპში ეხლა ესეც შავად ითვლება, ხო? დაუჭირს წინ პრინტი რო აქვს, დიდი ამბავი ხო გახშავი. მოკლედ სამსახურისთვის სოდოა ეს. ხო და ესე. მაისურები რაღაცები, შარვალი ხო, შავი შარვალი, ისიც სამსახურისთვის. ბრიჯები არ არის, მაგრამ აი ოდნავ მოკლე როა რა, ჩვეულებრივ შარვალზე ოდნავ მოკლე ესეთია და ეგაც სამსახურში გამომადგება. მოკლედ ესე ხო, და ესე იგი, ეს ამბებია მე წავიდა თავის დასთან, მოკლედ მაგასაც დასვენების დღეები ქონდა.
კატები აძვრნენ ახლა რა ფაზეზეან და ათვალიერებენ ღამის პეიზაჟს. დღეს ისე უყურებდნენ ჩიტებს, რომ დაფრინავდნენ, აი წვიმა სანამ წამოვიდოდა, ხო იციან ხოლმე ჩიტებმა ეს დაფრინავენ იმსა და უყურებს დობი და ალბათ ფიქრობს ერთი რომ ის მომწოვეს ჩიტებიო ეხაო და თან ველაპარაკებ ძალიან ჭკვიანია დობით. ვეუბნები მეთქი ისა გინდა მეთქი ეს ჩიტები მეთქი სულ ყველა მეთქი ახლა შენთან ესე იყოს მეთქი და შესანსლოთო და არ გაილოკა პირი. ხო, მოკლედ. რა მოხდა? ხვალ-ხო ის არის დამოუკიდებლობის დღე და ისრიბიძელებმა ჩაიქროლეს. ერთს ვერ მოუსწარი მეგობრებო, აი არ ვიცი რა. შეყვარებული ვარ ისრიბიძელებზე. აი ეს რუსული სიტყვა ეს მოშნი ის არის რა, რაღაცა ის შეგრძნება რომ გადაიფრენენ და რაღაცნაირად ნუ ამ ბოლო ხანებში კიდე ის მახსენდება ის ფილმი რკინისკაცი რა, იქაც ხო არის ეს ისრიბიძელები დაფრინავენ და თვითონ რკინისკაცი და მოკლედ მეორეს მოუსწარი ფანჯარაში ვიდექი ცოტა ხანი ველოდებოდი რაც ხმა გავიგე რომ შოიდა რაღაცა მოფრინავდა კიდე მგონი ვერტფრენებიც იყო და აი არ ვიცი რა ესეთი რაღაცა არ მინახია პირველად ვნახე ზუსტად ჩემი ფანჯრის წინ ანუ აი ხეების ზემოთ ისრიბიძელი ესე მოფრინავს და მოუხვია თან ესე დახრილი კუთხით რაღაც ლამაზად ისე ჩაიქროლა და აი გეფიცებით ტალში დამბურცკლა ისეთი ის მქონდა ნუ ადრე ალბათ ძველებს გემახსოვრებათ რო გიყვებოდით პატარა რო იყო ნიკა ამყავდა სახლის სახურავზე იქ ძოლმისამართზე ზუსტად იმის თავზე დაფრინავდნენ ხოლმე რა და აი როგორ გითხრათ წარმოგიდგენთ სახურავზე დგეხარ და აი ზუსტად თავზე რო გადაგიქროლებს და თან ისეთი ის აქვს აი ეს წნევა რომ თუ მყარად არ დგეხარ ცოტა შეიძლება შეგაქანოს ну აი ესეთი მოკლედ რა ძალიან შეყვარებული ვარ ისრიბიძელებზე ქართულად რა ქვია კი არც ვიცი პირველად ნახე ოჩამჭირეში რომ ყავდი მამაჩემს წაყვანილი მე რა მთელი ოჯახი ვიყავით წასულები და იქ სანაპიროზე ანუ სხვაში რომ ვანაობდით აი თავზე გადაგვიფრინეს და პირველად მაშინ ნახე რა იყო ეს და დამავიწყდა ის ემოცია და ის ისე მომეწონა მოკლედ ხო მე ისა ძალიან კარგი ამბავია სოსოს ასე ვთქვათ სოსოსთვის გუშინ იყო ხო გუშინ საღამოს აღმოვაჩინე ხო აი მე ხო გეუბნებით რომ მეზობლებს არ ვიცნობ ნორმალურად იმიტომ რომ აი რაღაცნაირად ისე ჩაკეტილი ცხოვრებით ვცხოვრობთ მე და სოსო მარტო კარის მეზობელი ანუ ჩვენ სართულზე რაღაცა ისე აი უფრო აი ახლოს რომელიც ცხოვრობს აი ხანძარი რო ქონდა თქო და ვინც მაჩუკა ეს ტანისამოსი აი მასთან ვარ უფრო ახლოს იმიტომ რომ აი პირდაპირ კარებიდან რო გამოდიხარ იქვე ცხოვრობს და მასთან მაქვს ასე ვთქვათ ხშირი ურთიერთობა და ეს ვიცით ხოლმე ერთმანეთს პატივს ვცემთ მოვაწოდებთ რაღაცებს ან რაღაცა დაგჭირდება მოკლედ ხო იცით და ეს მეზობელო კარისაუთ როგორი ხო და დანარჩენ მეზობლებს ხა ისე არ ვიცნობ აი გამარჯობა და რაღაცა ხო და რა ძვირფასი მეზობლები მყოლია მეგობრებო უძვირფასესი მასწავლებელი პედაგოგი ქალი ჩემი ასაკის იქნება ანუ ჩემი თაობის შეიძლება ნაკლებიც ცოტა მეტის არ ვიცი რა მოკლედ არ გამომიკითხე ასაკი აღმოჩნდა მასწავლებელი და რომ ვკითხე ну სოსოსთან დაკავშირებით მე უფრო განვიცდი ხოლმე ეს ტექნიკური საგნებთან ბიჭს ჭირდება და მათემატიკა ისეთი რაღაცაა რომ თუ არის მეორე და რაღაცა დავიწყება იცის და მოკლედ დამთავრდა და დღეს მქონდა ასე ვთქვათ პირველი გაკვეთილი და ისეთი კეთილი ადამიანია რომ რას ამბობ მეზობელს როგორ ის არა მეთქი არაფერს მეთქი ეს გამორიცხულია მეთქი ეს სამსახურია და უნდა ანაზღაურდეს თავისთავად და მე ესე არ შემიძლია თქო ხო და ანუ
მოკლედ შევთანხმდით და პირველი გაკვეთილი იყო, მე ისე მეშინოდა მეთქი ახლა შევცხვები თუ სულ დავიწყებული აქვს ეს ყველაფერი თქო და რაღაცა და რომ რაღაცებზე ანუ პასუხი რო გასცა და რაღაცა ამოვისუნთქე რასაც ქვია, იმიტომ რომ მაინც ახლა თვითონაც ნერვიულობდა, იმიტომ რომ თვითონაც იცის რომ ძალიან სადღაც სხვა იმაში დაფრინავს, სხვა ინტერესები და ვერ ვიტყვი რომ ეხლა უკმად ხარჯავს დროს თქო, კი, მოძრაოდ რო არის ძალიან დავდობ თავისთავად, მაგრამ ეხლა ისეთი სამსახურიც მაქვს მე, რომ ფიზიკურად ეხლა მე ვიმუშაო თუ ამას ვადევნო თვალყური, ძალიან რთულია რა, მოკლედ მარტო ხელადედობა არ არის იური საქმე, დამერწმუნეთ, მე ხარ გამოგაცდევინოთ, ძალიან რთულია, როცა არავინ არ ყავს ისეთი რა, რომ ვინმე მაინც მიაქციოს ყურადღება, როცა შენ არ ხარ სახლში ან აი თქვათ სადმე მაინც წავიდეს, აი სად უნდა წავიდეს, 14 წლის მოზარდი სად უნდა იაროს, ხო თან ბიჭი და მოკლედ თან მithumetes ჩვენ ქვეყანაში 1000 რამე ხდება და სიფრთხილეს თავი არ სტკივა, იცით თქვენ. ხო და სტადიონიც არ არის ახლოს, რომ ბავშვი ვთქვათ გავიდეს და ითამაშოს. სტადიონი კი არა, ქუჩაზე ვერ გახვალ. ისეთი საშინელება ხდება ჩვენ ქუჩაზე, არ მომბეზრდება და აი ყოველ ვიდეოში ვიტყვი იმას, რომ აი განუკითხაობაა მართლა ჩვენ ქუჩაზე, აი ამ რასტკები კი არა და რაც ქვიათ რა, მოკლედ მაგათი ისა, ანუ დაჟე როგორ არის, იცით, აი კუთხეში რომ შევუხვევ ხოლმე რა, სანამ ანუ ქუჩაზე გავალ, კუთხეში აი მე მაპატიეთ და აი მართლა ყარს იქაურობა, სუნი გამოდის ისეთი საშინელი, რომ ნუ არ ვიცი რა, მარტო სუნი იქით იყოს, კიდე საყრელ-დაყრელი ხალხი რომ მოდის მთვრალები, რაღაც ის ზემოქმედების ქვეშ და რა ვიცი მე 1000 ურჯულო ადამიანი, მოკლედ რა. ძალიან რთულია რა და თან ესეთ ადგილზე, ესეთ ცენტრალურ ადგილზე, სადაც ვფიქრობ ძალიან დიდი სირცხვილია და რა ვიცი, თავის მოჭრა ქალაქისთვის, ზოგადად საქართველოსთვის, ქართველები, როდის ვიყავით ესეთი, ნუ არ ვიცი, ნუ შეიძლება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია ეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რა ვიცი, ჩემთვის ძალიან ის არის რა. ხო და მოკლედ ვანდა იყო, მე ვანდა რომ მოვიდა, ზუსტად მაგ დროს ვიყავით მასწავლებელთან და ნუ მეთქი რამე ფილმს უყურე და უყურა იმას რა ქვია ესა ეს რუსულად ქვია ილუზია обмана, ხო? ეს იმაზე რომ ძალიან მაგარი ფილმია, მეც ძალიან მიყვარს, იმ დღეს ვსასვენობდო და მოდი ერთად ვუყუროთ და ძილის წინ რა თქმა უნდა, ხო იცით ახლა მე დაღლილი სამსახურიდან საერთოდ შევხედე და გავიტიშე ჩამეძინა. სამწუხაროდ სოსოს უყურებია და მე ანუ დილას რო ვიღვიძებ, სოსო ჯერ კიდე ძინავს ხოლმე. მე კი ვაღვიძებ, ურეკავ წარამარა რომ მეთქი ადგეს რაღაცა და ხო, და იმაზე ვსაუბრობდი რა, ბავშვის, ანუ ეხლა ვიცი, ბევრი მეუბნება და რაღაცა და თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ მე რამდენად მე თვითონ მშობელი ვარ და მე თვითონ განვიცდი მაგას თავისთავად. შეგნებულ ადამიანებს ესმით, რა თქმა უნდა და შეუგნებელს გინდა ესე უთხარი, გინდა ისე უთხარი, შეუგნებლად დარჩება თავისთავად. ხო და ვფიქრობ რაღაცა შეიცვლება უკეთესობისკენ, რა ვნახოთ. და ის კი არა სამსახურიდან, ახლა რომ ვუთხარი სამსახურში რომ მეთქი ცოტა ხნით მეთქი თუ შეიძლება მეთქი რომ აი გამოვიდე და რაღაცა, ანუ ბავშვის გამო და რაღაცა, ცოტა ისეთი რეაქცია მოყვა და არ ვიცი, მე არ მიიღირს ახლა სამსახურის დაკარგვა, იმიტომ რომ ამაზე ვართ დამოკიდებული, ანუ ჩვენი საარსებოა ამ ეტაპზე და ახლა კი შეიძლება სხვაგან იმუშაო, მაგრამ ნუ მოკლედ რა. ხო, ნუ ამას ვამბობ, რომ მარტო ხელა დედისთვის არ არის იოლი ცხოვრება. როცა
საერთოდ არავინ არ ყავს ისეთი რა, გვერდში მდგომელი. ახლა ვანდა კი ვთქვათ და რაღაცით შემეშველებოდა რაღაც, მაგრამ თვითონ მუშაობს, თვითონ დაკავებულია და ფიზიკურად ვერ მოახერხებს. ამიტომ ესეა, როგორც შეგვიძლია საბანი, როგორც წვდება, ისე გვაფარია და ისე ვაკეთებ ყველაფერს. ნუ ის თუ გავიხსენეთ, რომ დეპრესიაც მქონდა და რა ვიცი, ადამიანები ვართ, ხან ესე ვართ, ხან ისე ვართ. ღმერთს მაგდას, რომ ყველა ნორმალურ ადამიანს ღმერთმა მისცეს ყველაფერი სიკეთე და შეგნებულ ადამიანს თავისთავად. ხო, ესეთი ამბები. დღეს მოკლედ ნაყოფიერი დღე იყო, ამ თვალსაზრისით დავალებებიც უკვე მიიღო სესამ და შეასრულოს და რამხელ ატეხილია მე მგონი ეს კატა. დობი რა არის? ვის ეძახი? ჩვენ ეზოში მე მგონი კატები აღარ არიან, ძაღლები გადარჩნენ. ხო და ესე ყავა დღეს იმდენი დავლი, ახალ გავიკეთებ ახლა იმას ვფიქრობ, ხვალისთვის საჭმელი რა დავუტოვო. ვფიქრობ, ახლა გავაკეთებ ალბათ ეგრეთ წოდებული მაკარონი პაფლოცკი, მაგას გავაკეთებ და სალატს დაიჭრის თვითონ, ხო შეიძლება კარტოფილიც გავუთავო და დავუტოვო, ანუ იყოს, ჯობია იყოს, ვიდრე მოშვიდეს და არ იყოს. თუმცა ხანდახან არის ხოლმე, რომ ანუ ჩემს ადგილს უნაწილებ ხოლმე, მე რასაც მივიტანებ სამსახურში, კონტეინერში ჩავუდებ ხოლმე ცოტას და ამოვაწვდი ხოლმე ხა ახლოს როა და მოვახერხებ. ესეთი ამბები. ხო და მოკლედ ხანდან იწყება ახალი კვირა. ხო, ჩემ პატარა დაიკოს გამოუტანებია ისეთ საყვარელი ესეთი ქილები, ისი სუნელების და უკვე ჩავაწყე შიგნით ჩავყარე. ესეთი ნახეთ რა საყვარლებია, ეს ვერცხლისფერი თავსახურებით. აქ არის ქაღალდები, ზედ შეიძლება დავაწეროთ, ანუ რაც არის შიგნით, მაგრამ რა თქმა უნდა ხედავ. ხო, ეს არის ორეგანო, ეს არის დაღեղილი ციცაკა და კიდე იქ მაქვს რაღაცები, პაპრიკა, კიდე რა არის ხმელი ქინძი, დაფხული და ინდური სუნელი. ხო და ნელ-ნელა შევავსებ კიდე რაღაცებს შევიძენ მერე. ახლა რო ვთქვათ, რომ დიდად გიждდებით ხო სუნელებზე და ეს რაღაცებზე მოგაწვევთ, იმიტომ რომ მე მიყვარს მარტივი საკვები, ანუ მარტივი იმას ვიძახი, რომ აი ზედმეტი სუნელებისგან თავისუფალი როა და ჩემი აზრით არ ვიცი, მძიმეა. ან ერთი სუნელი უნდა იყოს. ნუ მოკლედ მიხვდით ხო რას ვიძახი, აი ზედმეტი ყველაფერს ბევრს უკეთებენ და კი გემრიელი ჩანს და რაღაცა, მაგრამ უჭირავს რა ვიცი, მე ესე მგონია რომ სპორტს ეს ბევრი სუნელები. ხო. ესეთი ამბები. კიდე რა მაქვს ახლა გეგმაში მოკლედ ხვალიდან იწყება ჩემი სამუშაო კვირა და უნდა ენერგია მოვიკრიბო. დასვენებით რომ ვთქვათ, ახლა დავისვენეთ ხო, მოგაწყვეტ არ დამისვენია. დღეს ცოტა ხანი წამოვწექი შუალედში, ვითომ თვალს მოვატყუებთ ხო. ჩამთვლიმა უცბად გამოვიღვიძე, ავდექი, იმიტომ რომ ვანდა უნდა მოსულიყო, მოკლედ ვერ დავისვენე. როცა ვიცი რომ ვინმე უნდა მოვიდეს ან რაღაცაა გასაკეთებელი, ესე კომფორტულად ვერ ვგრძნობ სახლში თავს და ანუ ესე ვარ ხოლმე რა მობილიზებული. ხო და ესეთი დღე იყო დღეს. გუშინ კიდე კი იცით ხო რაღაცა ერთი კომენტარიც არ იყო გუშინდელ ვიდეოზე, ძალიან გამიკვირდა სხვათა შორის. არ ვიცი, რატომ. ალბათ ხანახან ესეც ხდება ხოლმე, მახსოვს ერთხელ იყო ესეთი შემთხვევა,
საერთოდ ერთი კომენტარიც არ იყო და მე ვიღაცამ გულები დამწერა, გულები და ხო. ну შეიძლება კვირა დღე რომ არის და ისვენებს ხალხი, ალბათ მაგიტომ, არ ვიცი, ალბათ. ხო და ესე მეგობრებო, კარგით აბა, ხვალ ალბათ გვიან მოვალ. ალბათ კი არა მოვალ გვიან, მაგრამ ვიდეოს ჩაწერის თვალსაზრისით არ ვიცი. ჩავიწერ, არ ჩავიწერ, როგორ იმაზე ვიქნები რა, ენერგიაზე იმის მიხედვით. ხო და ესე სხვა რა, სხვა დღეს მეტი ისეთი არაფერი არ მაქვს გასაკეთებელი. უნდა სადილი დავუტოვო ბავშვს და всё. ხავანდას რო ვაცილებდით, გავიარეთ რა ცოტა გასეირნება არ გამოვიდა დღეს. სამწუხაროდ სოსომ პროტესტი გამოთქვა, არ მინდაო ეხლა არსად გასვლაო, ცხელაო, ისაო, ესაო, მერე რო მითხრა მოდი ეხლა გავისეირნოთო, გავიხედე და ისეთი მოიღობლა და ჭექა გოხინებო, მეთქი ეხლა გინდა მეთქი გასვლა და მოკლედ. ჯიუტობს რა, ეხლა გარდატეხის ასაკია, თავისი ხასიათები და არ ვეჩხუბები ძალიან, ანუ არ ვეკამათები, იმიტომ რომ მოკლედ ესეა. ხო, ეს ჯიბეებში ისინია, რა ქვია, ბუნტყლებით, რას რო გავეცხე. კარგით, მეგობრებო, დაგემშვიდობებით ხვალამდე და შევხვდებით მოლოდინი მაქვს ხვალ ღამე. საღამოც არ ქვია, ღამე. კარგით, აბა გაკოცეთ, წარმატებებს გისურვებთ და ყველა კეთილ მოსურნეს და ყველა ადეკვატურ ადამიანს გისურვებთ.